კახეთში მეორე დღეა სტიქიასე ბრძვიან უხვინალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა არაერთი მუნიციპალიტეტი და სოფელი დააზარალა. კალაპოტიდან გადმოსულმა ალაზანმა გზები დატბორა, დროებით შეზღუდულია მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 130 კილომეტრზე. წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებში, სრულად განადგურდა სასოფლო სამეურნეო სავარგულები. დაზიანდა ვენახის ბაღები, დაიხოცა შინაური ფრინველებიც. მარტულში სოფელ ბანძაში ძაღლს, რომელმაც 3 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა. ტერიტორიაზე კარანტინია გამოცხადებული, მიმდინარეობს დეზინფექცია და ცხოველების ვაქცინაცია. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ყველა იმ პირს, რომლებსაც ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე კონტაქტი ჰქონდათ მიუსაფარ ძაღლთან, ვაქცინაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას. გერმანიამ და უკრაინამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრებმა მოაწერეს. ქვეყნები შეთანხმდნენ დახმარების ახალ პაკეტზეც. საუბარია საჰაერო თავდაცვის დრონებისა და საბრძოლო მასალის სფეროში დამატებით მხარდაჭერას. მანამდე ზელენსკი ბერლინში მერცს შეხვდა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის სოლსორწლიანი გამოძიების შემდეგ კორუფციის საქმეზე ბრალი წაუყენეს. ბეგონია გომეს კარიერული წინსვლისთვის პირადი კავშირების გამოყენებას ედავებიან. საუბარია მადრიდის უნივერსიტეტში თანამდებობის მოსაპოვებლად, სადაც ის ბიზნესის კვლევების მაგისტრის ხარისხის კურსს ხელმძღვანელობდა.